მაცხოვარი ხედავ რასეუნება, უი ურწმუნო მოდგმაო. ნახე ესეც საყვედურს ამბობს მაცხოვარი. როდემდე ვიქნები თქვენთან. ნახეთ რატო თქვა ისი ურწმუნო მოდგმაო? ამდენ სასწაულს აღვასრულებო თქვენთან ერთად. ამდენ ასე თქვათ ადამიანს განკურნავ, მიცვალებულები აღვადგინე, საჭმელი, ანუ 5000 ადამიანი დავაპურე, აგერ 5 პურით და 2 თევზით. და ამას ვერ ხედავთ თქვენ ადამიანებო? აი ნახეთ როგორ არის ჩვენ თვალწინ სასწაულები ხდება და ამას რატო არ უნდა ვხედავდეთ ჩვენ? რისი ბრალია? ეს არის ურწმუნოების და ეს ურწმუნო და ურში მოდგმაო, ესე იგიო, ვერასოდესო ვერ განაგდებს ეშმაკსო, გარნა ლოცვისა და მარხვის გარეშე. ნახე, თუ არ ილოცებს და არ იმარხულებს. ნახეთ, რას ამბობს იესო ქრისტე, რა არის საჭირო სარწმუნოებისთვისო? ლოცვა და მარხვაო. თუ არ ლოცულობს ადამიანი და თუ თავშეკავებული არ არის, მას სარწმუნოება არ ძლიერდება. ის სარწმუნოებით ვერ იქნება მტკიცე. ის ყოველთვის იქნება წუწუნა და იწყებს მე ისმინდა და იქნება სულ ესეთი რომ ყველა უნდა რომ მას ემსახუროს. და როცა ადამიანს სარწმუნოება აქვს, ძლიერი სარწმუნოება აქვს და უყვარს თავისი მოყვასი, უყვარს ღმერთი, უყვარს ყველა გაჭირვებული უცხო ადამიანიც უყვარს, თავისი მტერიც უყვარს, მაშინ ის არ წუწუნებს, ის პირიქით ეძებს იმ მომენტს, რომ რით დაეხმაროს ადამიანებს. და ნახეთ რა ესეუნება მაცხოვარი ამ ადამიანს, მამას, რომელიც ხედავს შვილს ასეთ მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ძირს დავარდნილს, გაუბედურებულს, ქაფი მოსდის და წუხს ტირის მამა ესეთ მდგომარეობაშია და უშველე ღმერთო, უშველე ტირის და შენო გწამსო, რომ შემიძლია მას უშველო, მაცხოვარი ეუბნება. და ნახეთ როგორი ასე აყანყალებული, შეშინებული ეუბნება, წამსო, აი ესეთი რა ნეტამ წამსო, მინდა რომ წამდესო. და ნახეთ, ესე რო ეუბნება, რომ ესე რო შეორგულებულია, დაეჭვებულია თავის იმაში, ნეტა მართლა შეუძლია ამ კაცს, რომ ამ ადამიანს მართლა შეუძლია ჩემი შვილის გადარჩენა და ხსნაო და იცი რა შეუნება, იმ დონეზე უნდა რომ თავისი შვილი გადარჩეს. ისე უყვარს თავისი შვილი, იცი რა შეუნება? წამსო ღმერთო, უშველე ჩემს ურწმუნოებას და მომეცი რწმენაო. ნახეთ და ეს რო თქვა, რომ მომეცი რწმენაო, ღმერთმა მისი შვილი მის თვალწინ განკურდა და ამ ადამიანს ვახელები აწია და მადლობა უფალო და ყველა მადლობდა უფალს იმ დიდი წყალობისთვის, რაც ღმერთმა უყო ამ ადამიანს. ნახეთ, ამ ადამიანმა უთხრა, რომ მე მჯერაო, სხვა გზა მე არ მაქვს. შენ თუ მიშველის, თუ არავინ არ მიშველის. და ზუსტად ნახეთ როგორ არის, აბა დავაკვირდით მაგალითად ადამიანების ცხოვრებას. აი, ხუარია ხოლმე ზოგჯერ ადამიანები ძალიან ცუდად რო გახდებიან, აი, ავად რო ხდებიან და მე ექიმები ამბობენ ესეთ რამეს, რომ ამას აღარაფერი აღარ ეშველება. აი, იტყვიან, რომ აი ეს ერთ თვეში უკვე გარდაიცვლება. მაგას აღარაფერი აღარ ეშველება. და მე იწყებს ეს ადამიანი ლოცვას, წმინდა ადგილების მოლოცვას, ზიარებას, აღსარებას და ექიმები გაოცებული არიან. კაცო, ეს ადამიანი ამდენ წესით არ უნდა ცოცხლობდეს. მაგრამ ნახეთ რა საჩვენებს ღმერთი ამ ადამიანების სარწმუნოებიდან. გამომდინარე ღმერთი უშვებს მათზე, რომ კიდე დიდხანს იცოცხლოს. კიდე ჯანმრთელად იყოს. კიდე გაიხანგძლივოს სიცოცხლე. და რატო უშვებს? იმიტომ რომ ღმერთს მოსწონს მორწმუნე ადამიანი. ღმერთს მოსწონს ადამიანი, რომელსაც სარწმუნოება აქვს, ძლიერი, რომლის სულით იწმინდება, რომლის სულით სარწმუნოებით ემზადება მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის. სხვანაირად ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს. არაფერი. ხო? ნახეთ, ისააკი როგორი თავმდაბალია. თუ ჩვენ ქრისტიანობაში თავმდაბლობა არ ვისწავლეთ, თუ ერთმანეთის პატიება არ ვისწავლეთ, ერთმანეთის მოფერება და სიყვარული თუ არ ვისწავლეთ, ერთმანეთის თანადგომა, ყველაზე მთავარი თანადგომა, რომ ადამიანს რაღაცა რო უჭირს, შენ უნდა დაფიქრდე, აუ მე რით შემიძლია დავეხმარო. და ნახეთ უფალი რას გვეუბნება ჩვენ სახარებაში, ყველაზე კარგი რასაც გვეუბნება, ესე იგიო,
როცაო ვიღაცა რაღაცას გთხოვსო, მიეციო. თუ შენ გონია რომ უკან არ დაგიბრუნებსო, მიეციო და მე მომენდევ. თუ ის არ დაგიბრუნებსო, მე 10 მაგათ მოგცემ უკან. ნახეთ რამხელა სიყვარული აქვს ღმერთ ჩვენთვის. ანუ შენ რო ერთი ლარი ვიღაცას აჩუქე გულწრფელად და გინდოდა მისი დახმარება, შენ რო გააგზელებ ცხოვრებას ღმერთი გამოგიჩენს ისეთ კეთილ ადამიანებს 10, 100 და შეიძლება 200 ლარიც კი მოგცეს ვიღაცამ გაჩუქოს იმის სანაცვლოდ, იმიტომ რომ მოწყალი ადამიანისო, ესე იგიო, მოწყალი ადამიანო არასოდეს გაღარიბდება. და რა არის მოწყალება? თუ შენი მოყვასი არ გიყვარს, თუ შენი მეგობრები არ გიყვარს, შენი ოჯახის წევრები არ გიყვარს და ყველა თუ არ გიყვარს, მაშინ არა გაქვს სარწმუნოება, მაშინ გამოდის რომ საკუთარი თავი გიყვარს მარტო. და ესე რო ეთქვა აბრაამს, რომ იცი რა, მე ერთი შვილი მყავს და მე როგორ გავიმეტებ ღმერთო შენ მე რას მეუბნები? როგორ წამოვიყვანო ეხლა ერთი შვილი მომეცი და ისიც უნდა დავკლა, ისიც უნდა მოვკლა და შემოხცირო? ამას როგორ ვიზამ? მე მგონი რაღაცა არ ხდება სწორად, მაგრამ ნახეთ, ის რაც ადამიანის გონებისთვის არის მიუღებელი, სარწმუნოებით ყველაფერი გასაგები და გასარკვევი ხდება გონებაში. ეს არის თავარი, იმიტომ რომ იმიტომ გჭირდება ჩვენ ეკლესიური ცხოვრება, იმიტომ გჭირდება ჩვენ ეკლესიაში ცხოვრება, ჩვენი მთელი ცხოვრება სანამ ვიარსებებ დედამიწაზე. იმიტომ გჭირდება ჩვენ აღსარება, იმიტომ გჭირდება ჩვენ ზიარება, რომ იცი რა, ჩვენში ეს სარწმუნოება ისე მტკიცედ იყოს, თქვათ როგორც იყო მაგალითად წმინდა გიორგში, წმინდა ნინოში. ხო? წმინდა ნინო, რომელიც არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი ქვეყნის განმანათლებელი და იმის შემოსვლის შემდეგ მივიღეთ ჩვენ სახელმწიფო რელიგიად. 12 წლის იყო რო წამოვიდა საქადაგება. თქვენ შორის რამდენია ხო 12 წლის? 12 წლის და იცი როგორ თქვა რომ აუო ნეტაო იმას მომასრო რომ იმ ქვეყანაში ერთხელ მაინც ჩამიყვანაო, სადაცო ჩვენი მაცხოვრის კვართი არისო. ერთხელ მაინცო ის ქვეყანა მაჩვენაო, რომ რა ბედნიერია ის ერიო, სადაცო მაცხოვარმა თავისი კვართი გააგზავნაო. და 12 წლის გოგოს იმხელა სარწმუნოება მიეცა ღვთისგან და ღვთისმშობელმა ხო ვიცით რომ ჯვარი მისცა. თავისი ნაწრავები მოიჭრა და იმით შეკრა და წამოვიდა და 12 წლის გოგო როგორ ჩამოვიდა ფეხით ამ ხელა გზაზე? კაბადოკიელი იყო. როგორ ჩამოვიდა ამ ხელა გზაზე? მისი ყველა მეგობარი გზაში აწამეს და ისე მოკლეს სომხეთში. და თვითონ დაიმალა და საქართველოში ჩამოვიდა და მწყებსემა შეიფარეს და მთელი საქართველო გადაარჩინა და ქრისტე უხადა. როგორ დიდი სარწმუნოება. მინდობილი იყო ღმერთზე. ამიტომ ნახეთ, ჩვენ ესე უნდა ვიცხოვოთ. ეს უნდა ვისწავლოთ და ლექსომასწავლებელი ხო სულ მაგას გვასწავლის ჩვენ რომ ნახეთ შენი ქვეყანა რო გაქვს ყველაზე ძვირფასი ქვეყანა სადაც წმინდა ნინო ოცნებობდა რომ იმ ქვეყანაში შემოსულიყო და ღმერთმა შეუსრულა ეს ოცნება და მეტიც ეს ოცნება კი არ შეუსრულა მარტო ამ ოცნებით მთელი ქვეყანა გადაარჩინა რომ ამ ადამიანმა კარგი რამე იოცნება ისეთი რამე იოცნება რომელიც არ მისთვის კი არ იყო მარტო სიხარულის მომნიჭებელი, არამედ ჩვენი ქართველი ერის გადარჩენისთვის მოავლინა ღმერთმა ჩვენს ქვეყანაში. და გადაარჩენ მირიან მეფე და დანა დედოფალი მონათლე და შემდეგ მთელი საქართველო ქრისტიანი გახდა. აი ნახეთ საიდან მოდივართ ჩვენ როგორი სარწმუნოება გვაქვს. აი ჩვენ ვიცით ვინ იყო აბრაამი, რატო შეწირა მან თავი და ნამდვილად ნახე ღვთის სიტყვა გამართლდა თუ არა. აბრაამის სარწმუნოებით. ხო გამართლდა. აბრაამიდან წამოვიდა უამრავი ადამიანი. იმდენი რომ ვინ დაითვალეს, ხო? ისე გაგამრავლებო ღმერთმა უთხრა, როგორც ცაში ვარსკვლავსო და იმაზე სხვაში ქვიშას. აი ზუსტად ესეა გამრავლებული ადამიანები დღეს. ხო უყურებ 8 მილიარდს თუ რაღაცას გავცდით სოფლიო ყველას კაცობრიო. ნახეთ ღმერთმა როგორ გაამრავლა ერთი შვილისგან. ანუ ღმერთისგან შეუძლებელი არაფერი არ არის.
და ამიტომა ჩვენ უნდა აუცილებლად სარწმუნოება უნდა გქონდეს. ერთმანეთის სიყვარული უნდა გქონდეს, ერთმანეთის თანადგომა უნდა გქონდეს და სარწმუნოება მარტო ესე არ არის, რომ თქვა ჩვენ იცი რა, ღმერთი არსებობს. ესე რო არსებობს, ყველა მიცის. ყველა მიცის ეგ რო არსებობს ღმერთი. ეშმაკმაც იცის ეგ. მაგრამ ჩვენი ყველაზე მთავარი მოვალეობა არის, რომ ჩვენ რო ვიცით რომ არსებობს ღმერთი შემოქმედი რომელმაც ჩვენ მოგვავლინა ამ წუთისოფელში დროებით იმისათვის რომ ჩვენ ეს წუთისოფელი სწორად გამოვიყენოთ იმისათვის რათა დაუბრუნდეთ ისე ღვთის წიაღში იქ სადაც მარადიულად ბედნიერები უნდა ვიყოთ ეს არის ღვთისგან ჩვენზე ასე თქვა ლოცვა კურთხევა ეს იყო აბრაამისთვის მითითება აბრაამმა გამოავლინა თავისი სარწმუნოება და პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ ესე იგიო აბრაამი ცხონდა და გადარჩა მისი სარწმუნოებით. აბრაამის სარწმუნოებამ გადაარჩინა. იმიტომ რომ აბრაამს ჰქონდა იმის ასე თქვა საბაბი რომ ეთქვა რომ ღმერთო ვერ ვიზა მე ჩემს შვილს ვერაფერს ვერ ვუსვა. მაგრამ ნახეთ აბრაამმა რომ თავი ისააკი წაიყვანა შესაძირად ეს წინასახე იყო ზუსტად იმისა რომ ნახეთ აბრაამს რა დაარქვა მამა ყოველთა მამა ანუ მრავალი შვილის მამა და ვინ არის ყველაზე დიდი მამა ჩვენთვის? მამა ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა და ისააკი სიმბოლურად ქრისტეს განასახიერებს. და ნახეთ, მამა ღმერთმა ქრისტე ჩვენ ხო გამოგვიგზავნა დედამიწაზე. და ქრისტე არ შეეწირა ჩვენთვის? ქრისტე ჯვარზე არ გავაკარით, არ მოვკალით ადამიანებმა, მაგრამ რა გააკეთა? აი ეს იყო ზუსტად მითითება იმისა, რომ თუ გექნება სარწმუნოება, ნახეთ, ისააკიც გადარჩა, იესო ქრისტე ხო თვითონაც გადარჩა, თავისი მკვდრეთით აღდგომით, მოკვდა, სიკვდილი მოკლა, ადამიანები გადაგვარჩინა, ჯოჯოხეთიდან ადამიანები გამოიხსნა, აღსდგა მკვდრეთით და ჩვენ გითხრა, თქვენც აღსგებით მკვდრეთით და ჩვენ ჩემთან მოხდებით უყველა თუ გექნებათ სარწმუნოება. და ვისაც ექნება ჩემი სარწმუნოება, ის არ მოკვდებაო, ასე თქვა ქრისტე. ნახეთ რამხელა ძალა აქვს სარწმუნოებას. ამა ეს არის და ეს მხოლოდ ეკლესიაში ისწავლება. ეს მხოლოდ ბიბლიაშია. ეს მხოლოდ იქ ისწავლება, სადაც ბოძღვარია, სადაც ლექსოსნაირი ადამიანები არიან და აი ამას უნდა გავყვეთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ვიყოთ ეკლესიის წევრები. ერთმა დაგლოცოთ. ეხლა ლექსო ხوار შემოგვიერთდა. დიახ, მამაო, ესე იგი, რამდენი ხანი გისმენთ და ისეთი ბედნიერი ვარ, ესე იგი, მე მგონი ჩემთვის იყო ეხლა ეს გავკვეთილი, ისე საყვარლად და საინტერესოდ ახსენით. ჩემო ძვირფასებო, რა კაი თებაც და როგორ გესაუბრათ, მეც აი თქვენთან ერთად ვიჯექი და უსმენდი მამაოს, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ქრისტიანს გააჩნია, ეს არის მისი რწმენა. მე ერთ რამეს ვიტყოდი მამა ზაქარია და მე უნდა დაგისვათ შეკითხვა. არ ვიყავი ახლა მომზადებულად, უბრალოდ რაც ჩემი იმიდან გამომივიდა ბავშვებრივად მამაო, აი ხო და პატრიარქი ამბობს ჩვენი საყვარელი პატრიარქი ჩემო ძვირფასებო, ასეთ რამეს ამბობს რომ რწმენა მარტო ის კი არ არისო, რომ გწამდეს და გჯეროდეს რომ ღმერთი არსებობსო. და იქ რაც დაგვიწერა ესე იგი ცნებები რომ ის მართალია რომ ის მართლა ჯვარზე გაეკრა მართლა აღსდგა და მართლა არსებობს ამოთხე მარტო ეს კი არ არისო რწმენა. რწმენა ასევე ის არისო რომ რაც შენს თავზე ხდებაო რაც შენს თავზეო უნდა დაუშვა რომ ის ყველაზე კარგიაო ანუ ღმერთს ხო შენი თმებიც კი დათვლილი აქვს და ესე იგი შენს თავზე რო უშვებს თუ შენ ღმერთის ნების გარეშე ღერითმა არ დაგწვიდება მაშინ შეიძლება შენ ცხოვრებაში ან კარგი ან ცუდი რამე ღმერთის გარეშე მოხდესო ამიტომ წმენა ასევე ის არის რომ რაც ჩემზე ხდება ეხლა ამ წუთას ხო მე ვთქვა რომ ეს ჩემთვის ყველაზე სასარგებლო და კარგია ანუ მე მომეწონება თუ არ მომეწონება მე უნდა ვთქვა დიდება უფალო შენ უკეთესად არიცი ჩემთვის რა არის კარგი და ესე იგი მე რომ ამას მომივლენ ესე იგი დიდება უფალს ეხლა მამა ზაქარიას მე რა შეკითხვა მინდა დაუშვა აი მამა ზაქარია რომ ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები რომ აი ახალგაზრდა პატარა ბავშვი რომ გაყავს ხოლმე ღმერთს ანუ
სიტყვაზე მონათლული 10-12 წლის ბავშვი, 15 წლის. ხო, არის ასეთი შემთხვევები ბავშვებო, თქვენც ხო გაგიგიათ, თქვენს ირგვლივ ქსმენია, შეიძლება პირდაპირ არ გინახავთ, მაგრამ აი შეიძლება მამაო ესეც ესე ვთქვათ, რომ უფლის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება? აი ამაზე თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ. უფალი რატო უშვებს? მოკლედ ასეთ ხო, ნუ ესე იგი რა ხდება ხა მე ვეცდები რომ ისე გასაგებად იყოს. ანუ ნახეთ, დავიწყოთ იქედან რომ ყოველთვის ამ შემთხვევაში ჩვენ ვსვამთ შეკითხვას პირველ ზრაზე. ჩვენ ვიცოდით, როდის უნდა მოსულიყავით? არ ვიცოდით. ანუ ადამიანმა არავინ არ ვიცით, ჩვენ უნდა მოსულიყავით თუ არა. ანუ ჩვენ არ არსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა ღმერთმა. ანუ არ არსებობიდან სადღაც არ ვარსებობდით, ხო? იმიტომ რომ უკვე რო ვარსებობ, ესე იგი სადღაც არ ვარსებობდი. ვარსებობ ეხლა ღვთისნებით. ანუ ღმერთმა ინება რომ ანუ მისი ნება და განგებულება თავიდან ბოლომდე რომ მე გავჩდი დედამიწაზე. ანუ აქ რახან მე გავჩდი ჩემდა უნებურად, ნახეთ რა ხდება და მე არ ჩემი შეკვეთა არ იყო, მოდი ასე ვთქვათ უხეშად და ჩემი ნება არ იყო ეს და არც არავის უკითხია, იმიტომ რომ არ ვარსებობდი. არსებობაში არარსებობიდან შემომიყვანა ღმერთმა და ესე იგი ისმის კითხვა, რატო შემომიყვანა? მაქვს რაღაც მისია. ანუ თუ მაქვს მისია, ისიც არ ვიცი რა მისია მაქვს. შესაბამისად, ანუ რას გულისხმობ? განსაზღვრული არ არის ჩემგონებაში, მე რახან შემოვედი და დავიბადე 15 მაისს, ამ დღიდან წადამდე უნდა ვიცოცხლო და რა არის ჩემი მისია? არა. ანუ ნახე, დამბადა, მომცა გონება, მომცა თავისუფლება, სრული და მომცა სიცოცხლე. ყველაფერი მომცა, ანუ იმისთვის რომ მე გავაკეთო არჩევანი. ნახეთ როგორი მომენტია. ანუ მოდი ასე ავიღოთ, ეხლა გადმოვიდეთ ეს და გამიჩნდა, თქვათ, ადამიანს გაუჩნდა შვილი. გაუჩნდა შვილი და მამას, დედას უხარია ძალიან, რომ კარგი ბიჭიან, კარგი გოგოა, ასე შემდეგ რა. გეგმავს ამას ვიზავ, იმას ვიზავ, იმას ვიზავ, იმას ვიზავ, ასე ვიზავ, ასე გავზრდი, ესეთი იქნება, ექიმი იქნება, ან რაღაცა პროფესორი იქნება, ან ასე შემდეგ. რაღაც გეგმავს. ეს რა თქმა უნდა არასწორია, მაგრამ ნახეთ და უცებ დადგა ის მომენტი, რომ ღმერთს გაყავს ეს ადამიანი პატარა ისეთ ასაკში, რომელიც წესით არ უნდა გარდაცვლილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 80 წლამდე ადამიანი დაახლოებით ცოცხლობს, ხო? ეს იმიტომ რომ ნახეთ, ღმერთმა წინასწარ უწყის, ეს ერთ-ერთი ასე თქვათ პასუხი ამ ყველაფერზე არის, რომ ღმერთმა წინასწარ უწყის იმის გამო, რომ მას რახან აქვს თავისუფალი ნება, რახან აქვს მას თავისი არჩევანი, მის გონებაში ძალიან ცუდი რაღაცა მიზნები ტრიალებს. იმიტომ რომ ღმერთი ხედავს მხოლოდ ამას. იმისათვის, რათა ეს ამ ადამიანმა არ აღასრულოს სამომავლოდ ის, რაც მას გონებაში ან უტრიალებს, ან შესაძლოა გარკვეული წლების შემდეგ გაუჩნდეს სურვილი ამ დიდი ცოდვის ჩადენისა, ღმერთი იხსნის მისგან. ანუ ნახეთ რას ვამბობ. არც ერთ შემთხვევაში ღმერთის გადაწყვეტილება ადამიანის ამ ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, ადამიანის მხრიდან ვერ შეაფასებს. ხო, ანუ ვერავით ვერ შეაფასებ და ვერავინ ვერ იტყვის მილიონი კაცი რომ მოიყვანოს, ზუსტად რა იყო მიზეზი. იმიტომ რომ ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. ამას ვამბობ. ამიტომ ნახეთ, ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს და ეს არის უეჭველი. რომ ღმერთი არის უცდომელი. ვიცით რომ უცდომელია. შესაბამისად, რახან მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 წლის თუ 10 წლის, 7 წლის თუ 8 წლის არ აქვს მნიშვნელობა, რახან მიიღო, ნახეთ მამები რას გვეუბნებიან, ღმერთს ზუსტად იმ დროს გაყავს ადამიანი ამ ქვეყნიდან, როცა ყველაზე ადვილია მისი ცხონება. ნახეთ, ანუ გადაწყვეტილება ღმერთის ამ შემთხვევაში ადამიანმა დატოვოს ღვთისმსახურებელი არის მხოლოდ ერთი და საუკეთესო გადაწყვეტილება.
რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ვერავინ არ იტყვის, ახლა არ უნდა ყოფილიყო, ან ხვალ უნდა ყოფილიყო, ან ჯობდა ერთი კვირის ადრე ყოფილიყო. ამას ვერ იტყვის, იმიტომ რომ ადამიანი ვერ საზღვრავს ამას. ღმერთმა იცის, რომ ზუსტად იმ საათზე უნდა ყოფილიყო. იმისათვის, რათა აქედან ამ წუთიდან უკვე მისი სულს აქვს შანსი, რომ მოხდეს სასუფეველში. თუნდაც იმიტომ, რომ მას ყავს ძალიან კარგი მლოცველი ადამიანები, თუნდაც იმიტომ, რომ მან უკვე რაღაცა გარკვეული ღვაწლი გაწია თავის ცხოვრებაში, ან რაღაცა, იმიტომ რომ მას ხელს უშლის ღმერთი, ნახე, ხელს უშლის ღმერთი წარწმედაში. და იმიტომ გaqავს. ყველა ვარიანტი, ან ყველა შემთხვევაში არის ასე, იმიტომ რომ ღმერთს არაფერი არ ეშლება. და როცა ადამიანს აქვს ეს სარწმუნოება, მაშინ შეკითხვას ასე არ სვავს. რატო? ნახე? ყველაზე დიდი უბედურება არის ყოველთვის რატო ღმერთო თქვენ მოგისმენიათ და ბევრს რომ რატო ღმერთო რა დააშავა რა დროს ამის სიტყვი ვერ ვიჯერებ და აი როგორი მომენტი იცი თითქოს გამოდგებიან ადამიანები და იწყებენ ყვედრებას გმობას იწყებენ ეს არის გმობა ანუ გმობა რა კუთხით იცი რომ აი ხაზი რო გაუსვათ გმობა იმით რომ ჩვენ ბოლომდე არ ვენდობით ღმერთს და მისი გადაწყვეტილება არ მოგწონს და როცა შენ შეცდომილი, ცოდვილი ადამიანი ფიქრობ იმას, რომ ღმერთი არასწორად მოიქცა, ეს უკვე გმობა. ამიტომ ღმერთი ზუსტად აკეთებს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს, როცა საჭირო ადამიანის სულისთვის. და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. და როცა ეს გვეცოდინება, უკვე სარწმუნოების, ასე ვთქვათ, ნორმალური სარწმუნოება ეს ადამიანში და ასეც უნდა იყოს, მაშინ უკვე ჩვენი მინდობა ღმერთის მიმართ უფრო ესეთი თამამია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ იყოს უფალო ნება შენი შემიწყალე მე ეს არის ყველაზე ესეთი სწორი მიდგომა იმიტომ რომ ღვთის ნება ყოველთვის არის სწორი და ერთ რაღაცას გაუსვა კიდე ხას ადამიანების უმრავლესობას აქვს არასწორი შეხედულება ღვთის ნებასა და განგებულებას შორის რაც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხია რომ ღვთის ნება თავში, შუაში და ბოლოში ყოველთვის არის ადამიანის სასარგებლოდ. ყოველთვის იყვარის და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ ღმერთში სხვანაირად არ შეიძლება, მის ბუნებას ვერ შეეხება უარყოფითი ვერაფერი. ამიტომ ნახეთ, რახან ღმერთი შეუცდომელია თავიდან ბოლომდე, მისი ნება მხოლოდ ადამიანის სიკეთეა. ანუ რაც იყო თავში, რომ ადამი და ევა ყოფილიყო ბედნიერი და ისინი ყოფილიყვნენ, ანუ განხთობილ მდგომარეობაში. ნახეთ, ეს იყო მიზანი, თუმცა როგორც ამბობს წმინდა მამა ერთ-ერთი ზუსტად ვერ ვიხსენებ უფრო მაქსიმე აღსარებელი თუ არ ვთქვი ესეთ რამეს ამბობს. ხო, მაქსიმე აღსარებელს აქვს ძალიან კარგად. განმარტება, რას ამბობს, იცი რომ ღმერთმა დაუტოვა ადამიანს ასე ვთქვათ, საშუალება იმისა, რომ თვითონ გადაეწყვიტა. ანუ ნახეთ, თავისუფალი ნება მieყვანა იქამდე, სიამოვნების მოყვარეობა მieყვანა იქამდე, რომ სადღაც ზღვარი ქონოდა, მაგრამ დაუდო რაღაცა ზღვარი და თუ იმას გადავიდო და თვითონ შეეყრებოდა ნებას, მოდი ასე ვთქვათ. მიხვდით? ეს ცოტა საღვთისმეტყველო საკითხია, მაგრამ რატომ მოვაყოლე ამას? შეხედე, ადამიანი თვითონ წყვეტს. ამაში ეს საქმე. ანუ რო არის ღმერთის ნება, ასევე არის უკვე რაღაცა ადამიანის ნება. ადამიანს ისეთივე ნება აქვს სრული, როგორიც აქვს თავში ღმერთს. ნახეთ, ეს მოგცა ჩვენ. მაგრამ ნახეთ, ხდება ესეთი რამე. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ან მარჯვნივ წავიდეთ, ან მარცხნივ. ან კარგად მოვიქცეთ, ან ცუდად. ჩვენი გადასაწყვეტია, თუმცა ნახეთ, ზღვარი დაუდო ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ხო ვიცით სად მეტი მოგდის. ანუ სინდისში ხო გვეუბნება არ გადააბიჯო. ანუ ეს უნდა ვაკონტროლოთ ჩვენში, რომ რაც შეეშალა ადამიანს და თავის დროზე მიიღო, თქვათ, ის მომენტი, რომ შეცოდა, შეუშვა თავის თავში ბოროტი და შეცდა. ამის გამო გადავიდა ზღვარს. აი ნახეთ რა არის ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენ არ უნდა გადავიდეთ ზღვარს, უნდა ვისწავლოთ, სად უნდა გავჩერდეთ. და აი მაგ შემთხვევაში თუ ვისწავლით ამას, ღვთის ნება და ჩვენი ნება ემთხვევა ერთმანეთს და მაშინ ვართ სინერგია, რასაც ამბობს პირდაპირ სახარებაში,
ამაში ვართ მშვიდ მდგომარეობაში ღმერთთან ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეუცდომელი ვართ, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ მანამ, სანამ ჩვენ, ასე თქვა, ცოდვის ტყვე არ გავხდებით. ნახეთ, ეს რას ნიშნავს? ანუ ღვთისნება და ადამიანის ნება თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ შეგვიძლია თქვათ, რომ არის ღვთისნება. ანუ რაც კარგია მხოლოდ. ამას ხაზი უნდა გავუშვი. რაც კარგია მხოლოდ. სხვა შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში, სადაც არის შეცდომა ან გადახვევა ან რაღაცა ცოდვა, იქ უკვე აღარ არის ღვთისნება. იქ არის ესეთი რამე, აი, აქ უკვე შემოდის განგებულება. განგებულება რა არის, იცი? უბრალოდ ღმერთს სხვა გზას ჩვენ არ უტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენი ნებით ვეწინააღმდეგებით და ღმერთი თავის, ასე ვთქვათ, განგებულებით უშვებს ამას და იყოს ისე, როგორც გინდა შენ. მე ანუ ღმერთისნება ეს არ არის, რომ ვიღაცამ შეცოდა. ღმერთისნება არ იყო ის, რომ 12 წლის ბავშვი მოკვდა. არ იყო ეს ნება. უბრალოდ ღვთის განგებულების ასე რო არ მოწყობილიყო, ანუ იმ მომენტში 12 წლის რო არ წაეყვანა, მაშინ ღმერთმა იცოდა და ის დაიღუპებოდა აუცილებლად. ანუ ნება იყო, რომ დიდხანს ეცოცხლა და ყოფილიყო, დაუშვათ, კარგი ქრისტიანი და თავისი თავი ეცხონა, ეზრუნა თავისი სულისთვის, თუმცა ამ ადამიანმა თავისი თავისუფალი ნებით არ მიცა მის საშუალება ღმერთს, ღმერთს კიდე შეეცოდა და თავისი განგებულება გამოიყენა მისი ნების წინააღმდეგ. რატო? იმიტომ რომ მისი ნება რომ მიეშო ამ შემთხვევაში დაიღუპებოდა და ღმერთი ამ დროს დაუდგა წინ. აი ეს უკვე არის ღვთის განგებულების გამოვლინება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა ადამიანი 12 წელს როგორ დაიცვალა, აი ღვთის განგებულება იყო ეს და ღვთის განგებულება არის უეჭველი და ასე იყო საჭირო და დიდება უფალს. აი ეს არის უკვე სარწმუნოებრივი მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ რო ვეძებოთ, მე თქვი წეგან თავში ხო? ვეძებოთ რამდენი ადამიანის, რამდენიც არსებობს დედამიწაზე, ყველა რომ მოვიყვანოთ, ყველას თავისი აზრი ექნება, მაგრამ ვერც ერთი მათ შორის ვერ იტყვის რა იყო სინამდვილეში ღმერთის გადაწყვეტილება. იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთმა იცის ეს. ამიტომ ამბობ ჩვენ რომ იყოს ნება უფლისა. ამ შემთხვევაში აი ეს არის პასუხი ამაზე. დიახ. მოდი აბა მე ახლა მაინტერესებს, აბა ბავშვებს მინდა შეკითხვა დაუსვა. თამარ, შენ შეგიძლია რომ აკონტროლო, თამარ, რომ ვის ჩაურთო და ვის არა. დიახ. ხო, მაშინ ასე გავაკეთოთ. აი ვინც ხელს აიწევ, შენ ვისაც პირველს დაინახავ, შენ თვითონ ჩაურთე, რომ სწრაფად ვიმუშაოთ რა. ჩაურთე და უთხარი, აი ვისაც ჩაურთე. ესე უფრო სწრაფად ვიმუშავებ. აბა ყურადღებით მომისმინეთ ახლა ჩემო ძვირფასებო. ეს ყველაზე მთავარი არის თქვენ როგორ გებულობთ ამ საკითხებს. აი მე ახლა მამაო მოგიყვათ აბრაამის ისტორია. ამდენი ხანი არ ყავდა შვილი. აი შეეძინა შვილი, გამოზარდა, შეუყვარდა, უკვე ბედნიერია და უცბად ეუბნება რომ მე უნდა შემომწირო. და როგორც მამაო მოგიყვათ, აბრაამმა ვაიმე ეს რა დამემართა და ჩვენსავით კი არ დაიწყო რომ ამას როგორ გავაკეთებ და ვაიმე ჩემი ერთი შვილი და პრეტენზიები კი არ დაუწყო. შეიძლება ითქვას ადვილად დაიწყო ამის შესრულება, სიყვარულით დაიწყო. ხო და აბა ვინ მეტყვის? რატო აკეთებს ამას აბრაამი? აი რას ფიქრობს გულში, აი რას იაზრებს ამ დროს აბრაამი? აბა თამარ. ლუკა ქორიძე ხელი ქონდა აწეული და მოგწონს. ჯერა აბრაამს რომ ღმერთი არ გასწირავს და ღმერთი არასოდეს მოატყუებს და სწამს მას ღმერთის და ამის გამო მან გაწირა წირავდა თავის შვილს, მაგრამ მე ღმერთი გამოჩნდა და გამოეცხადა და სხვა შვილის მაგივრად ცხარი შეაწირილა. დიახ, ლუკა, ჩემო საყვარელო, რა კაი ბიჭი ხარ. რო დაერტყა და მოეკლა? ღმერთი მაინც არ გასწირავდა და კიდე ეყოლებოდა ჩემი აზრით. ყოჩა, აბათ კიდე ვინ იტყვის ესე იგი, აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამას რო აკეთებდა, რომ დაარტყა სიტყვაზე, ხო ურტყავდა მთელი გულით, ხო? კიდე რა იმედი ქონდა, რა ცოდნა ქონდა, აი კიდე რატო იყო ასეთი ძლიერი თავის გადაწყვეტილებაში? მოდი აბა თამარ სხვებსაც ვამშელოთ. ყოჩახ, დიდი მადლობა ლუკა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. აი ანანო გოზალიშვილი. მას ჩემი აზრით
აბრამი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი სწორ რაღაცას ეუბნებოდა და სწორ რაღაცას აკეთებინებდა, რომ შემდეგში შეიძლება ანუ ღმერთმა იცის თვითონ რასაც აკეთებს. ყოჩა ღანანო ნახე ოღონდ დაგვენახე თან თორე ორჯერ კი არა სამჯერ გავკოცებ რო ჩამოვალ გახსოვთ ბავშვებო ანანო ის რო უთხარი იცოდე შენთან ჩამოვდივარ ახლა და თუ არ ჩართავ ორჯერ გავკოცებ ერთხელ კი არა მეთქი და იქ ლაგოდეხში ხო ჩავედი თამარიანში და რომ მოვდიოდით მას დაგავიწყდათო რა დამავიწყდა მეთქი მე ხო ორჯერ უნდა მაკოცოთო ჯარი უი მეთქი და მართლაც ორჯერ ვაკოცე. ეხლა სამჯერ უნდა გაკოცო უკვე. ესე იგი, გაიზარდა ეგა. ყოჩაღ ძალიან კარგი რამე თქვა. ესე იგი, ნახეთ აბრაამს რა ქონდა, რომ ღმერთი უფრო მაგარი იყო და მართალი. და თვითონ რა იცოდა, სწორე რა იყო. ადამიანებმა რა ვიცით, კარგი. შეიძლება მერე და მერე გავარკვიოთ, კარგი რა არის. მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის, უკეთესიც იცის, ჩვენზე უკეთესით და ასე შემდეგ. თამარ, ერთი ნატალია ბლიაძე მინდა ჩამირთო. თუ ადვილად მოძებნი და ნატალიკოს მინდა უკითხო. აი, კიდე რა, ესე იგი, რაც არ ვახსენეთ ჩვენ დღეს, რაც ვიმსჯელეთ, კიდე რა ქონდა ისეთი აბრაამს რწმენაში ძლიერი, რომლის გამოც ადვილად შეეძლო შვილის მოკლა. და რა ცოდნა ქონდა ასეთი და რწმენაში კიდე რა დამატებითი გააზრება შენი აზრით? მას ჩემი აზრით ქონდა უფლის ნდობა. მაგარია. ბოლომდე იყო მინდობილი. უთხრა უფალს ენდობოდა. ნატალიკო, სიტყვაზე რომ მოეკლა შვილი. ღმერთ შეეძლო რომ იმისი მკვდარი შვილი გაეცოცხლებინა მერე? დიახ. ხო, ჩვენ ხო ვიცით არაერთხელ გაუცოცხლები ადამიანი და იმასაც გააცოცხლებდა აბრაამი შეიძლება ამასაც ფიქრობდა. კაცო, თუ ღმერთს უნდა მერე გამიცოცხლებს კიდეცო და ბორო თუ წაიყვანდა კიდე კაი ადგილას წაიყვანდა. ხო ვიცით, აი ეს არის. კარგით, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მამა ზაქარიამ რაც მოგვიყვა, ერთი მაგარი ამბავი გამახსენდა. და აბა მაგის შესახებაც თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს ნამდვილი ამბავია. ერთი დედას ყავდა 12 წლის შვილი, ეკლესიური ქალი იყო, დადიოდა, ლოცულობდა, ხო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ნამდვილი ამბავია ეს. ეს ქალიო ნამტირალები წავიდა ტაძარშიო და ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა თურმე დადგომა და ღვთისმშობლის ხატს ეუბნება, რომ შენ რატო ჩემი არისმენიო პრეტენზიულად ეუბნება. ჩემი შვილი დამიბრუნე ეხლავეო. მეო ტაძარში დავდივარო, შენზე ვლოცულობო, შენზეო და მოკლედ ამ პრეტენზიულ ტონში და ღვთისმშობლისადმი ასეთ დამოკიდებულებაში უცბად გული წაუვიდა და დაინახა დედა ღვთისმშობელი. ხო და უთხრა რომ როგორ არაო ჩემო სიყვარულო, ყოველთვის გისმენო, მეო აქავარო, არ მიმიტოვები ხარ არასდროსო და აი შენი შვილიო აჩვენა. ნახე ჩემთან არისო, ნახე რა კარგად არისო, აბა უყურეო. ხო, არაო, ეუბნება დამიბრუნე ჩემი შვილიო, მეო ჩემი შვილი აქ მინდაო მიწაზეო და არ მინდაო. მერე კიდე აუხსნა ღვთისმშობელმა, რომ სული ხომ არადიული გვაქვს, ნახე რაღაცაო, მერე შენ რამოდენიმე წელი გაიცხოვრებ, სულტანძანში იქნები, შენც აქ მოხდებიო, ვიქნებით მარადის. არაო, არ მაინტერესებს ჩემი შვილი დამიბრუნეო. ხო და მერე ღვთისმშობელმა უთხრა, კარგიო, რახან ჩვენსას არიშლიო, მე სამჯერ ვთხოვეო და რო არ მიჯერებო, მაშინ კარგიო, იყოს ნება შენი, აბა რა გიყო, არ გესმისო. ხო და მოულოდნელად ბავშვებო, ამ მკვდარ ბავშვს უცბად გაუწით და ლოყები და გაახილა თვალი და გაცოცხლდა. და ეს გაიგო მთელმა დაიბეჭდა კიდეც ამაზე დაიწერა მთელი ამბავი იყო. ეს რუსეთში მოხდა ნამდვილი ამბავია. ხო და ამის შემდეგ თურმე ეს ქალი რო გაიზარდა, გახდა 18-20 წლის ლამაზი გოგო დადგა და თურმე დაიწყო ბავშვებო გარყვნილი ცხოვრება. გათხოვდა ერთხელ, გამოთხოვდა მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მერე ცუდ საქციელს აკეთებდა ბავშვებს მუცელში კლავდა, ანუ სიკვდილის ცოდვაშიც დაიდო ბრალი, მრუშობის ცოდვაშიც, მერე თურმე უკვე რომ ასაკს მიაღწია და უკვე ასეთი გარყვნილი სახელი რო ქონდა და უკვე იმედი რო დაკარგა, რომ გათხოვდებოდა და ნორმალურ ოჯახს შექმნიდა, მერე დაიწყო უკვე სმა და სისტემატიურად თვრალი მოდიოდა სახლში და რამდენი დაინახავდა, რომ დედამისი ლოცულობდა, ბრაზდებოდა და თურმე ხატებს ჩამოუყრიდა, მივიდოდა და დედას ცემდა.
სცემდა და ერთ-ერთი ცემის დროს დედა შემოაკვდა. ხო და ეხლა რომ შემოაკვდა, ხო გარდაიცვალა ეს ქალი და ღვთისმშობელო მიშველე ეუნება, ხო და ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა და უთხრა ჩემ უგუნურო ქალბატონო, მეო ხო გითხარიო, შენი შვილი მიმყავდაო 64-შიო ჩემთანო, შენ ცოტა ხანი და შენც აქ მოხვდებოდიო და ნახე ეხლაო შენი შვილი დაღუპე შენ თვითონო, შენმა არასწორა თხოვნამო 64-დან დააბრუნა შვილიო, დაიტოვე მანდო და ესე იგი დიდ ცოდვაში ჩააგდეო და ასე მთავრდება. ანუ ამ თემას, აი რაც მოგიყევით, ამ ამბავს უგუნური ლოცვა ქვია. უგუნური ლოცვა. აბა ეხლა ვინ მეტყვის, რატო ქვია ამ ლოცვას უგუნური ლოცვა? და სად დაუშვა შეცდომა ამ ქალმა და დღეს რაც გაკვეთილი ჩაგვიტარა მამა ზაქარიამ აი რწმენაში სწორედ როგორ უნდა მოვიქცეთ. თამარ, აბა შენ შვილსაც გინდა? ჩემი აზრით იმიტომ ქვია უგუნური ლოცვა, რომ მას თვითონაც დაედო ვალადის ცოდვა, რომ თავისი შვილი ცოდვაში ჩააგდო და კიდე იმიტომ, რომ თავისი შვილი ჯოჯოხეთში მოხვდება. და ეს ყველაფერი უგუნურობა იყო. და ამიტომ ეწოდა უგუნური ლოცვა. ეს შენ დავითი ხარ თუ კახაბერი? კახაბერი. აბა დავითი რა სიტყვის? დავითსაც რაღაცა აზრი აქვს, მაგრამ დავატყე. ჩემი აზრით იმიტომ ქვია უგუნური ლოცვა, რომ მან არ იცოდა რა შეკეთებდა და ეს ყველაფერი უგუნურად გააკეთა. ანუ ესე იგი კახაბერ და დავით მე რა მაინტერესებს, ანუ დედას რა არ ეყო, ბავშვი რომ 64-ში მიდიოდა, რატო არ დაგმაყოფილდა მაგით? აბა რა დააკდა დედას? რა შეცდომა დაუშვა? აი დღეს მას უნდა თავის ყოფილიყო და არ ფიქრობდა რა შეცდომას უშვებდა, რა მოხდებოდა. ძალიან და ამიტომ უნდა დაეჯერებია მისთვის. ოჩახ, ძალიან კარგად ჯანელიძეებმა როგორც იციან, ძალიან კარგად, რომ ესე იგი უფრო თავისთვის დაიტოვა დედამიწაზე. განა ბავშვზე იფიქრა, რომ კარგად იყოსო, უფრო ეგოისტურად თავისთვის დაიბრუნა. აი ძალიან ბევრი დედა, მამა ზაქარია, ხო? თავის ბედნიერებისთვის ასდიან შვილებს. იმას კი არ ასწავლია, რაც იმ შვილისთვის არის კარგი, რომ 64-ზე კარგი რაღა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე. მე მინდა აი ყველაზე მთავარი ამ სწავლებამ, აი აბა თუ შეიძლება ჩემი სამყარელი ტყუპები ჩამირთე. ალექსანდრას ჩაურთე, ჯერ რუსთავიდან არის ალექსანდრა. მას ჩემი აზრით მას რწმენა არ იყო ღმერთის, რომ იცოდა, რომ ის არ იცოდა, რომ კარგად იქნებოდა იქ სადაც იყო. ჩემო სამყარელო, ეს ჩვენი რუსთავის მეოთხე სკოლის ბავშვები, მეოთხე კლასელები არიან, რომელიც არიან სასწაული ბავშვებო, ერთხელ უნდა რაღაცნაირად დაგაკავშირო, აქ ბევრნი არიან, აბა აწიეთ ხელი, დაგინახოთ ყველან, ესენი არიან უჭკვიანესი, ულამაზესი, უსაყვარლესი ბავშვები, დადიან ტაძარში, რას მსჯელობენ, ეთო მასწავლებელო, იმ დღეს გამაგიჟეს, რო ვიმსჯელეთ, გახსოვთ გითხარით კიდეც, რომ ესე იგი, რა საოცარი რამ თქვეს, რომ და დღესაც დაუკვირდით ყველაზე მთავარი, ამ დედა ზუსტად რწმენა დააკლდა, ღმერთს ვერ მიენდო ბოლომდე. და აბრაამის ძალა ზუსტად ამაში იყო, რომ აბრაამს ჰქონდა ძლიერი რწმენა. მიენდო ბოლომდე და დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის უკვე გაკვეთილია, იმიტომ რომ მამა ზაქარიამ ყველას გულებში გაკვეთა ეს რწმენის თემა და ამ გაკვეთილს სათაური რწმენის ძალა დავარქვით ჩვენ, რწმენის ძალა. აი რა ძალა აქვს რწმენას და აი ეს რწმენის ძალა დააკლდა დედას, ჩემო ძვირფასებო და ნამდვილად ესე იგი ძალიან კარგი პასუხი იყო. მე მინდა ეხლა ჩავრთოთ ჩვენი მონატრებული ტყუპები, აი მარისა აქ ჩართული, ჩვენი ჯინვალელები
უპები მარიამი და ბარბარე მინდა ყველას გაგაცნოთ ეს ლამაზ როგორ გალამაზებულან უყურეთ თამარ აბა იპოვე აბა აი დღეს რა ვისწავლეთ მარიამ რა იყო და უფლის რწმენა უნდა გაგვაჩნდეს და ნდობა მას. ხო აბა ეხლა შენ მითხარი მარიამ რა არის რწმენა და რა არის ნდობა რწმენა და ნდობა ანუ უნდა ვენდოთ და უნდა ვიცოდეთ რომ ცუც ჩვენთვის არაფერს არ გააკეთებს და პირიქით. ანუ მამა ზაქარიამ რა გითხრა ღმერთიო შეიძლება შეცდეს როდისმე ან შეიძლება ღმერთმა ვიღაცისთვის არაცუდი არაკარგი გააკეთოს აი ჩვენთვის რამე ცუდი რო გააკეთოს ღმერთმა შეიძლება ასეთი ვარიანტი ანუ როგორია ღმერთი აბა მოდი აბა აი ამის მიხედვით დავახასიათოთ ღმერთი როგორი გამოდის კეთილი სამართლიანია. კეთილი კი ბატონო კიდე სამართლიანი. სამართლიანიც არის და მარტო სამართლიანი კი არ არის მოფიერია კიდე და რასაც არ ვიმსახურებთ იმასაც კი გვაძლევს უხვად ია ანუ ყველაზე მთავარი სრულყოფილია ღმერთი მან იცი სხვა რა მოხდება მარიამ სხვა რა მოხდება ზეგ რა მოხდება 1 წლის მერე 10 წლის მერე რას რა მოყვება აბა ბარბარეს დაგვანახე სად არის? გაუმაჯოს ბარბო. ბარბარე, აბა ეხლა შენ ჩაერთე. რა მაინტერესებს? ესე იგი, როდესაც ასე შვილი მიყავდა აბრაამს, როდესაც მიყავდა შვილი რო უნდოდა რომ რაც ღმერთმა უთხრა შეესრულებინა. აი ესე იგი დაამთავრა მას როგორ ლალი მასწავლებლის ბავშვები რო ხმაურობენ ეგ ხმები შემოდის და აი ესე ხო ბარბარე ეხლა შენ მითხარი აბა აი მამა აბრაამი რისი მაგალითია რას გვასწავლის ყველაზე მთავარს მამა აბრაამი უფლის რწმენა რომ უნდა გქონდეს მას ხო აი ეხლა მაგალითად შენ მაგალითად აი როგორ უნდა რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკულ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ეს გამოიყენო ეს წმენა, აი შენ ცხოვრებაში პირადად. მოდი აი რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდეთ, ახლა ჩვენ ცხოვრებას დაუბრუნდეთ, აბა? ტაძარში შეაუვით მას. ანუ ნახეთ საყვარელო, ესე იგი შენ როგორ უნდა მოდი ასეთი შეკითხვა მაქვს აი როგორ გავიძლიეროთ წმენა აი ხო შეიძლება სუსტი ვიყო წმენაში და გავძლიერდე წმენაში ან ძლიერი ვიყო და დავსტუსტე წმენაში აი რა რითი შეიძლება გაძლიერდეს წმენა ალბათ ვიმსჯელოთ ამაზე მაინტერესებს აღსარებით და ზიარებით მას ანუ ქრისტიანული ცხოვრებით კარგი გენაცვალეთ გეფერებით ძალიან მიყვარხართ აბა თამარ მასწავლებელო ერთი ილია ბიწაძის ხმა რო არ გავიგო დღეს არ შეიძლება ისე იმიტომ რომ გავიგე რომ ჭიათურაში დიდი თოვლი მოსულა ძალიან დიდი ამხელა თოვლი მოსულა და მაინტერესებს ერთი რა ხდება თოვლის კაცი რას გვეტყვის მას ლოცვით რა მაგარია ესე იგი აღსარება ზიარებით ლოცვით ლაზარე მყავს ეს ძალიან მაგარი კაცი ლაზარე და ძალიან ლამაზი დაყავს ერთი და მაგრამ სხვადებიც აყავს როგორც ვიცი და აი ქართულად ლაზარე რო აწერია ეს ლაზარე და თავისი და წირვალოცვას არ აცდენენ მინდა გითხრათ მამაო ძალიან მაგარი დაძმები არიან აგე ჩართე ლაზარე მიდი მას ხშირად უნდა უსმინოთ მამაოს ქადაგებებს რა მაგარი აბა კიდე ვინ დაამატებს სახარებას უნდა უსმინოთ მას მაგარია სახარების კითხვა ნამდვილად მაგარია მე ერთ რაღაცას დავამატებ რომ ლოცვაზე როგორ არის იცი ნათქვამი ლოცვას როცა დილის ლოცვას ვკითხულობთო ეგ ნიშნავს რომ ღმერთს ველაპარაკებით ჩვენო ღმერთი გვისმენს როცა ფსალმოს ვკითხულობთო ეგ ნიშნავს რომ ღმერთს ვევედრებით ჩვენ ვეხვეწებით წრემლი ჩამოგდის ღმერთი გვისმენს ხოლო როცა სახარებას ვკითხულობთო ღმერთი გველაპარაკება ჩვენ და ჩვენ კიდე უსმენთ ღმერთსო რა მაგარი რამე თქვა ყოჩახ
აბა კახაბერს და დავითი რაღაცა მოიფიქრეს, ქუთაისელები ხო იცი რა მაგრები არიან, რაღაცა მოიფიქრეს ახალი. მამაო, ჩვენ წვენა უნდა გავიძლიეროთ ლოცვის წმინდა წერის კითხვის, შრომით, მარხვით და ტაძარში სიარულით. ყველას ჩემი დიდი სიყვარული დანამასწავლებლისგან. გეფერებით ბავშვებო, მე მომიტევეთ რომ გვიან შემოვედი, რადგან ძალიან ისეთი ჩართვა გქონდა კოლეგებთან და ემთხვევა ხოლმე შაბათი დღე სამწუხაროდ, მაგრამ ყოველთვის შემდეგ ვისმენ ლექსომასწავლებელო აი ამ შეხვედრებს თვალს ვადევნებ და ბედნიერება რომ ყავს ასეთი ლექსომასწავლებელი, აბა ვინ მეთანხმება, აბა ხელი აიწიოს, ვინც მეთანხმება, რომ აი ჩვენ გვყავს ასეთი საოცარი ლექსომასწავლებელი, ვისგანაც ბავშვებო, რომლისგანაც არა მარტო თქვენ, არამედ ჩვენ იცით რამდენადაც ვსწავლობთ და რამდენად უფრო ძლიერდებით რწმენაში, იმ რწმენაში, რომელსაც დღეს გქონდა და როცა გწამს, როცა გჯერა, აი ხლა ხან ჩემი პატარები არიან და ჩვენ აი რწმენასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ფილმებიც ვნახეთ, ანიმაციური ფილმები ლექსომასწავლებელო და აი ძალიან უფრო მეტად ის არის ხოლმე ბავშვები, როცა აი ესეთ ანიმაციებს ეხებიან და შემდეგ მსჯელობენ, გამოაქვთ დასკვნა, ძალიან საინტერესოა და უფრო სიღრმეებში ჩადიან, იმიტომ რომ ძალიან მათი სამყაროა თითქოს ის, რასაც იქ ვხედავთ ჩვენ. როგორ გულით შეუძლია ბავშვებს ლოცვა და როგორ წამთ აი ამ ლოცვის ძალის და მინდა რომ აი ამ რწმენით იყოთ, იცხოვროთ, გაძლიერდეთ, რადგან სწორედ თქვენზეა, თქვენს რწმენაზე, იმის რწმენაზე, რომ უფალი მუდამ ჩვენთანაა, რომ თუ გულით ვილოცებთ, ყველაფერს აუცილებლად შეგვისრულებს, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება ძალიან ბედნიერი და ბედნიერი მომავალი ექნება ჩვენ სამშობლოს, აი ამ რწმენის ძალით უნდა გავძლიერდეთ და აბა თქვენ იცით ჩემო პატარებო. კარგით, მოდით მაშინ რო აღარ გადავღალოთ ეს ჩვენი ლამაზი პატარა შვილები, გემრიელად დავემშვიდობოთ ერთმანეთს უსურვოთ ბედნიერი საღამო კი არა, ღამე და ბედნიერი დილა. დილით კვირა, ყოველი კვირა იცით რომ აღდგომის ტოლფასია და ყოველ კვირას ქრისტიანი უნდა ემზადებოდეს საზიარებლად. აი, აქ მაგალითად პატარა ნიარო არის მეოთხე სკოლელი ბავშვებო. ყოველ ზიარებაზე მარტო კი არ მოდის, ხან ვინ მოყავს, ხან ვინ მოყავს. აი არ არსებობს რომ ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, სულ ყველა წამოიყვანს ხოლმე და ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება რწმენაში შევმატოთ, ჩვენი ქცევით, ღმერთი გავახაროთ, სწორედ მოვიქცეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული ღვთის მიმართ, ეს იქნება ის, რომ წირვა ლოცვებზე ვიაროთ, აღსარება ზიარებით გავძლიერდეთ და ლოცვები წავიკითხოთ. აბა გეფერებით, ყველას მიყვარხართ ძალიან, ყველას გულში გიხუტებთ და ბოლოს დავამთავროთ ამით, რომ მამა ზაქარიამ დღეს გვითხრა ყველაზე მაგარი რამე, რომ არ არსებობს ღმერთი რასაც ჩვენთვის დაუშვებთ, ყველაფერს სიკეთე მოაქვს. არ არსებობს ისეთი რაღაცა, აი ამის რწმენა ვიქონიოთ და როგორც პატრიარქმა გვითხრა, რომ რწმენა მარტო ის არ არის, რომ გჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს. რწმენა ისიც არის, რომ ჩემს თავზე რაც ღმერთმა დაუშვა, ყველაფერი ჩემთვის ყველაზე საჭირო და სასიკეთოა. და მე უნდა ჩავთვალო, რომ ყველაზე კაი ღმერთმა უფრო არის ცის ვიდრე მე. ამიტომ ესე იგი მე რაც ჩემ თავზე კარგი მოხდება თუ ცუდი ჩემი გათვლით, ვიტყვი რომ ღმერთმა ჩემზე კარგად იცის და ამიტომ დიდება უფალს. კარგი იქნება თუ ჩემთვის რამე ცოტა ისეთი იქნება, რომელიც მე უკეთესობა მეგონა. ამიტომ მე როგორც აი ჩემი რწმენის გასაძლიერებლად ვიტყვი დიდება უფალო იმაზეც და დიდება უფალო ამაზეც. და აი ასე გავიძლიერო რწმენა და დაგლოცეთ მამა ზაქარია და დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. უღრმესი მადლობა მინდა მამა ზაქარიას გადაუხადო იმისთვის, რომ მე ძალიან აუცილებელ საქმეზე ვიყავი, ერთ ჩემ მეგობარს ჭირდებოდა ჩემი თანადგომა და მასთან ვიყავი და აი რომ შემაგვიანდა შენდობას ვითხოვ და მადლობა მამა ზაქარიას ამ ჩატარებული გაკვეთილისთვის. კარგით, აბა გემშვიდობებით გამართული აქ და
გაუგზავნოთ გულები ერთმანეთს და სიყვარულით და ასე მოფერებით დავასრულოთ დღევანდელი დღე. ყველას სათითაოდ გეფერებით და გიხუტებთ გულში. ნიკა, გიორგი და გეგა. დავუშვათ ეს სამი ბიჭი მუშაობს სადღაც. აი სად მუშაობთ? რომელ დაწესებულებაში მუშაობთ? დავუშვათ სადღაც ქარხანაში მუშაობა. სადღაც ქარხანაში მუშაობა, რას ამზადებთ? ფანჯრებს ამზადებენ, დავუშვათ. ფანჯრებს ამზადებენ. ეხლა გეგა და გიორგი, გეგას და გიორგის არ ახსოვთ რომ ღმერთი არსებობს და ეხლა ნახე რას აკეთებენ. იქ თუ რამე მორჩება სამუშაოზე მასალები, ამას ჩადებენ თავის ტომარაში და მიაქვთ სახლში. ეუბნებიან ნიკასაც რომ ნიკა აიღე შენთვისაც არის რაღაცა, ხო ხედავ არავინ არ გიყურებს, უფროსი წასულია სახლში, არავინ ეგეთი იცი რამდენი ისტორიები. ნიკას ეუბნებიან აიღე შენ წაიღე. ნიკა ეუბნება არა მე არ მინდა რომ წავიღო. სინამდვილეში ნიკას ახსოვს რომ ღმერთი უყურებს და ამიტომ არ უნდა რომ წაიღო. ესენი დასცინია რა, ბრიყვია, არავინ არ უყურებს და შესაძლებლობა აქვს და არ აკეთებს. ესენი ჩადებენ, წაიღებენ. კიდე მეორე დღეს, მესამე დღეს. მერე იმითი სახლში რაღაც ფანჯრებს აკეთებენ, რაღაცებს თავისთვის. ნიკას კიდევ დასცინიან, ამას არაფერი არ მიაქვს, რასულელია, არავინ არ უყურებს და მაინც არ მიაქვს. ნიკამ კი იცის რომ ღმერთი, აი როგორც იმ პატარა ტასომ დაიჯერა რომ ღმერთი ყველგან არის. გახსოვთ ის პატარა ანიმაცია როა? შვილი რო გაახსენებს მამას რომ ზემოთ რატო არ იყურებოდი. აი ის გოგო იცნობს ამ ნიკას და ნიკამ ასწავლა იმ გოგოს რომ ღმერთი ყველგან არის. ნიკამაც იცის რომ ღმერთი ყველგან არის და იცის რომ თუ უფროსი არ უყურებს, მაინც ღმერთი ხედავს. ერთვენიერ დღესაც დირექტორთან იმ ქარხანას ხო ყავს დირექტორი თქვენ რომ მუშაობთ. სახელი რა ქვია? დირექტორს. ლეილა ქვია? აი ერთხელ ამ ლეილასთან შევიდა ერთ-ერთი თქვენი თანამშრომელი და უთხრა აი ქალბატონო ლეილა ჩვენ რო გაინტერესებდა ვინ იპარავს იმ მინებს ჩვენ რო სამუშაოზე გრჩება აღმოვაჩინეთ როგორ აღმოვაჩინეთ როგორ და გუშინ სამუშაოზე კამერები დავამონტაჟეთ ხო კამერები დავამონტაჟეთ და აღმოვაჩინეთ რომ გეგა და გიორგი იპარავენ და მაგათთან ერთად ეხლა ლეილა იკითხება თქვენი დირექტორი მაგათთან ერთად ნიკაც ხომ მუშაობდაო და ეგ არ იპარავდაო და არა ეგ არ იპარავდა ეხლა მე თქვენ გეკითხებით ნიკა რამ გადაარჩინა რომ ახსოვდა რომ ღმერთი ყოველთვის უყურებს ხო მართალი ამას რაც უნდოდა კამერები ისეც იცოდა რომ ღმერთი უყურებდა ეს ორი კიდე ისე იყო შეჩეული იმის მოპარვას რომ კამერები ვერ შეამჩნიეს და ისე შეულებას აგრძელებდნენ მე რა გითხრათ ლეილამ რა არის დავზანი ისე რომ ადამიანს რომ ახსოვს რომ ღმერთი უყურებს ეგ მარტო სულიერად კი არ აძლიერებს არამედ ხორციელათაც ბევრ შარს და უბედურებას გადაარჩენს ეხლა მოდი ერთი მაგალითი კიდე თქვენ რომ მუშაობდით ქარხანაში ხო ლეილა რო იყო დირექტორი იმის გვერდზე მაღაზია რო იყო ეს კაცი დაგინახიათ ამ კაცის მაღაზია იყო და ეხლა ნახე რა მოხდა მაგ კაცთან ერთ გაჭირებულ კაცს მიქონდა ხოლმე 1 კილო კარაქი ჩააბარებდა ხოლმე 1 კილო კი არა ნუ ბევრი კარაქი მიქონდა ესე ოღონ ესე თითო კილოანი დაფასოებით ესე მიქონდა ხოლმე და ესეც უხდიდა რაც საჭირო იყო ერთვენიერ დღესაც ეხლა ეს რას აკეთებს ირიმება თუ იღრიჯება ერთვენიერ დღესაც ეს გლეხი კაცი მივიდა და ამ მაღაზიის მეპატრონემ აი თქვენი ქარხნის ფანჯრებიდან რომ მაღაზია ჩანს იმის მეპატრონემ უთხრა მე დღეიდან თქვენ კარაქს აღარ მივიღებ
რატო ამ კაცს გაუკვირდა? რატო და იმიტომ რომ წესით 1 კილოგრამი არის 1000 გრამი, ხო მართალია? ხო და ეს კაცი ეუბნება, ავწონეთო თქვენი კარაქიო და 900 გრამის ნაცვლად აღმოჩნდა 1000-ის ნაცვლად აღმოჩნდა 900 გრამიო. ესე იგი შენ ამდენი ხანი მატყუებდიო. მოგქონდა თითქოს 1 კილოანი კარაქი და სინამდვილეში 100 გრამი აკლდა. ამიტომ მე დღეიდან შენს კარაქს აღარ მივიღებო და ეს კაცი დაღონდა. და რა უთხრა, იცი, ნახე რა მაგარი რაღაც. ჩვენო ამ საწყალ და ღარიბ ხალხს სასწორი სადა გვაქვს? სასწორი არა გვაქვს ჩვენ. ახლა ხო საინტერესოა, რითი წონიდნენ? ჩვენ იცი რითი ვწონითო ამ კარაქსო? ადრე თუ გახსოვს თქვენგანო 1 კილო შაქარი რო ვიყიდეთო. 1 კილო შაქარი წამოვიღეთო და ის გქონდაო საზომად. იმის მიხედვით წონიდით ამ კარაქს. სინამდვილეში რა მოხდა? ის შაქარი იყო 900 გრამი, რაც იმ მაღაზიიდან წამოიღეს. ისინი როგორც 1 კილოს ისე ყიდიდნენ იმ შაქარს. ხელებში დაიჭერდნენ ესე და რაღაცა იმაზე დადგებოდნენ ფიცარზე და ესე და რომელიც გადაწონიდა, ეგრე წონიდა. მარა ეხლა ნახეთ რა ხდება. აი ამ კაცს, რომელიც 900 გრამ შაქარს ყიდიდა როგორც 1 კილოს. რო ხსოვნებოდა რომ ღმერთი ყველგან არის, გააკეთებდა? არ გააკეთებდა. და თავისი გაკეთებული თვითონვე დაუბრუნდა უკან, ხო მართალია? ისე რომ დასაბამი სიბრძნის ან თუ გინდა რომ ბრძნულად მოიქცა და გონივრულად არის ის რომ ღმერთი გახსოვს და ღვთის მოშიშების გამო არაფერს უც არ აკეთებ ადამიანს. აი ეგ არის ყველაზე მთავარი. წმინდა იონა წინასწარმეტყველი, წარმომავლობით ებრაელი, ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. უფალმა მას დაავალა გამგზავრებულიყო ქალაქ ნინევეში, ასურელებთან, რომლებიც ისრაელის მტრები იყვნენ და უბრძანა. ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ და ძველებურ ცხოვრებას განაგრძობდნენ. იონას არ უნდოდა მტრების დახმარება და გადაწყვიტა არ წასულიყო ნინევეში. ჩაჯდა გემში და სხვა მიმართულებით გაემგზავრა. აღძრა უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა. შეშინდნენ მეზღვაურები. ყველამ თავთავის ღმერთს შეჰღაღადა, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ გადაწყვიტეს წილი ეყარათ, რათა გაეგოთ თუ ვის გამო ჩაცვივდნენ ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას. იონამ უამბო, რომ უფლის პირისგან იყო იგი გაქცეული და უთხრა, რომ გადაეგდოთ იგი ზღვაში, რათა ზღვა დაწყნარებულიყო. შეშინებულმა მეზღვაურებმა ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ხელვა. მოავლინა უფალმა ვეშაპი და შთაანთქმევინა იონა. 3 დღე და 3 ღამე დაჰყო იონამ ვეშაპის მუცელში. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს და გამოხსნა შესთხოვა მას. დაჰპირდა, რომ შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა ღვთისგან. უბრძანა უფალმა ვეშაპს და მანაც ხმელეთზე გადმოანთხია იონა. უბრძანა უფალმა მეორედ იონას, რათა წასულიყო ნინევეში და ექადაგა ღვთის სიტყვა. ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უბრძანა უფალმა. ქადაგებდა იონა ნინევეში და ამბობდა,
რომ კიდევ 40 დღე და თუ კი არ შეინანებდნენ ცოდვებს, დაიქცეოდა ქალაქი. ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. ჯვალოთი შეიმოსნენ და მთელი ძალით შეხაღადეს ღმერთს. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა. შეიწირა მათი სინანული და აღარ დასაჯა ქალაქი. ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა, რომ გადარჩა ნინევე და უთხრა ღმერთს. ჰე უფალო, განა ამას არ ვამბობდი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი, რომ ვიცოდი მონანიედელ მობიერი ღმერთი ხარ, რისხვა გვიანი და მრავალმოწყალე. გავიდა ქალაქიდან იონა. იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა. დაჯდა მის ქვეშ და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს განთიადისას მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. მზემისე დააცხუნა თავზე იონას, რომ ღონე მიხდილმა სიკვდილი ინატრა. უთხრა ღმერთმა იონას, მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო. მიუგო იონამ, მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. უთხრა უფალმა, შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. აბა მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც 120,000-ზე მეტი კაცია. ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა და სადაც უთვალავი პირუტყვია. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა თავისი ზრახვები და მიიქცეს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმდევებელია.